კურიერი პიესის კამერამ კი ნათლისღების დღე ციხეში გადაიღო იმ ადამიანებთან, რომლებიც გისოსებს მიღმა შეხვდნენ დღესასწაულს. სინანული, მომავლის იმედით ლოცვა და გისოსებს მიღმა მონათლული პატიმრები. ხათუნა გაგნიძემ და ლევან ლომაძემ გადაიღეს ნათლისღება ციხეში. ციხის კედლებიდან გალობა ისმის. პატიმრები ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავენ. გისოსებს მიღმა მოწყობილ სალოცავში ლოცვა ყველაზე გულწრფელი და სინანულით სავსე ჩანს. დღესასწაულს აქ სევდაც ახლავს. ჩაკეტილ სივრცეში თავისუფლების წყურვილის სევდა. დედას პატარა ბიჭო, გილოცავ შენს დღეს. მინატრები და მინდა იცოდე, რომ არ მიმიტოვები ხარ. იმედი მაქვს მალე გნახავ, უყვარ ხარ დედას გულში. სანამ საგალობლად წავიდოდა პატიმარმა ერთ-ერთ საკანში ნათლისღებას დაბადებულ შვილს წერილით მიულოცა. 2 წელი არ მინახავს. ძალიან პატარა იმისთვის, რომ ხელად კივილი მივაყენებ. ბოდიში მინდა მოუხადო ჩემს ორივე შვილს. ეს დღეები რომ გადავატანინო. მამაო ჩვენო, რომელი ხარ საქართველოშინა, წმინდა იყავს სახელი შენი. ციხის ეკლესიაში სადღესასწაულო რიტუალი ზუსტად ისეთია, როგორც გარეთ. ამ ტაძარში სულიერ მოძღვარს ნათლისღების დღესასწაულზე არაერთი მსჯავრდებული მოუნათლავს. კურიერი პიესი პატიმარ ნათლიას და ნათლულს შეხვდა. ეს არის ჩემი ნათლული. დიდი მადლობა უფალს რომ მომცა იმ საშუალება, რომ მე ყავდა აქ ნათლული. ეს პატიმარი ქრისტიანული წესით მას შემდეგ მოინაცვლა, რაც დედასთან ერთად გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. ნათლიად თანასაკნელი აირჩია. ჯერ დამეგობრდნენ, შემდეგ კი ნათესავები გახდნენ. გასული წლის 19 იანვარს ციხეში ჩატარებული ნათლობის ცერემონიას პატიმრები განსაკუთრებულად იხსენებენ. როდესაც შევედი მათთან ოთახში, ესენი სულ ტიროდნენ. და გამოვიყვანე მდგომარეობიდან და თხოვა, რომ თუ შეიძლება მომნათლეო. რა თქმა უნდა, უარის არ მithქვამს. ძალიან დიდი სიფრთხილით ვეკიდები, რა თქმა უნდა. მის გვერდში ვარ ყოველთვის, ნებისმიერ წუთს და წამს. ნათლისღება ჩემთვის პირადად საყვარელი დღესასწაული არის. ვერთიანდებით. ყველა ეკლესიაში ვართ. მამაო აღნიშნა, ძალიან ბევრი მომინათლავსო აქო და გალობა არ მომისმენიაო და ისე მოხდა, რომ ნათლობაზე იგალობეს გოგოებმა. ვიგალობეთ ნათლობაზე და ესეთი საოცარი იყო, რომ აქედან ისეთი ბედნიერი გავედი ამ ტაძრიდან, ისეთი ბედნიერი გავედი, რომ აი ვერ აღწერ. განსაკუთრებული დღეა ჩვენთვის პატიმრებისთვის ნათლისღება და ამ დღეს აქვს პატიმარს ყველაზე დიდი სინანული. წელიწადი და 5 თვე მაშორებს თავისუფლებას. თავისუფლება არის ჩემი შვილები, ჩემი ოჯახი. მინდა რომ მალე მათ შევეხუტო. ციხის ეკლესიაში გალობით და ლოცვით აღნიშნეს ნათლისღების დღესასწაული მე-16 დაწესებულების მსჯავრდებულებმაც. ნათლისღება ერთ-ერთი გამორჩეული დღესასწაულია იმით, რომ თვითონ აქ ციხეში ხდება პატიმრების მონათლა. და ასეთ შემთხვევაში ჩემ ცხოვრებაში იყო წესიერი ახალგაზრდა იყო, რომელიც მე შემთხვევით მოხვდა ციხეში. დავმეგობრდით რაღაც პერიოდის მერე, იმიტომ რომ თვითონ იმდენად იცოდა საღვთო წერილი, ბიბლია იცოდა ზეპირად. ერთხელაც მოვიდა და მითხრა, რომ ჰქონდა სურვილი, რომ მონათლული იყო. რაც რა თქმა უნდა ძალიან გამიხარდა, ახლა ამაზე დიდი მადლი რა უნდა იყოს ჩვენთვის, როცა აქ ვართ. ვისურვებდი, რომ რაც შეიძლება მეტი მონათლული იყოს და მეტი გასული იყოს აქედან დაწყნარებული და დამშვიდებული. პატიმრებმა საკუთარი ხელით დაამზადეს იოანე ნათლისმცემლის ხატი. სახელოსნოში ახლაც არაერთი ხატი იქნება. მათ შორის მსჯავრდებულების სულიერი მოძღვრისთვის, რომელსაც ციხის კედლებში ბევრი პატიმარი მოუნათლავს. უახლოეს დღეებში მე-16 დაწესებულებაში კიდევ ერთი მსჯავრდებული მოინათლება. ნათლიად მანაც პატიმარი აირჩია. სრულიად საქართველოს მიულოცავ ბრწყინვალე დღესასწაულს. მოსურვებ, რომ ნათელი ყოფილიყოს ჩვენ ქვეყანაში, მშვიდობა ყოფილიყოს ჩვენ ქვეყანაში. ყავს მსჯავრდებული, რომელიც არის წარმოშობით ინდოეთიდან. ძალიან დიდ სურვილს გამოხატავს, რომ
მოინათლოს, მალე როგორც იქნება საშუალება მამაოს შემოსვლის, სხვადასხვა ამ ცერემონიისთვის, შესაბამისი პროცედურების აღვლენისთვის. ეხლა ვმუშაობთ აგერ ღვთისმშობლის ხატზე, ეს არის ივერის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც ჩამობზანებული არის ეს ორიგინალი, ასე რომ ვთქვათ. მოუხსნიათ იქ რესტავრაციაზეა გასული და პირველად მე როგორც გადმოცეს და მითხრეს, პირველად კეთდება საქართველოში ხეზე ეს ხატი და კეთდება მე-16 დაწესებულებაში და ძალიან მოხარული ვარ და რა ვიცი, დიდი პასუხისგებლობაც არის და თან დიდი ცოტა ტვირთისე ამ ყველაფრის კეთება და დასრულდება თუ არა ეს მუზეუმს თან გადაეცეს. კიდევ ვაკეთებ ტრაპეზის ჯვარს, ეს ჩვენი მამა დავითი, რომელიც ძალიან დიდი ნუგეშია და ყოველთვის გვაკითხავს და წირვა ლოცვას აღასრულებს, მისთვის კეთდება საჩუქრად. მინდა მიულოცო დღევანდელი ეს იონი ნათლისმცემლის დღესასწაული და ნათელი ყოფილიყო ჩვენ ქვეყანაში და ჩვენ სულებში. ქრისტიანულ დღესასწაულებს ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრები განსაკუთრებულად აღნიშნავენ.